იმისათვის რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი აქ მოსულიყო, მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე, მოატყუა დაცვა, მოატყუა ოპერატორი. მოკლედ ადვილი გამოსაცნობია რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ფეხბურთელი. ყველანი ერთად მივესალმოთ ალექსანდრე ამისულაშვილი. მობრძანდით პატივცემულო, მობრძანდით. გამარჯობათ, მოგესალმებით. მინდა გითხრათ რომ მე ამ გადაცემის წამყვანი ვარ, მაგრამ შეგიძლიათ დამიზახოთ კომენტატორიც. ბუცები შემამოწმებინეთ რა, რომ შეყვალთ მოედანზე ისე არა. მანახეთ უკან, ესე როგორც წესდერიგია, კარგად მანახეთ. კი, მანახეთ აქ ზედმეტი რამე ხო არ გიკეთიათ ხო? კი ბატონო. შეგიძლიათ შეხვიდეთ. აპლოდისმენტების თანხლებით ხდება ეს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, მინდა გითხრათ რომ ალექსანდრე უბრალოდ ფეხბურთელი არ გახლავთ. ეს ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ბურთი ააგდოს ჰაერში და აღარასდროს აღარ დააბრუნოს. მართალია? დიახ, აბსოლუტურად. რამე მეცახელი ხომ არ გაქვთ? ისე ალექსანდრეს მეძახიან, მაგრამ ფეხბურთში უფრო ამისას მეძახიან, გვარს მიმოკლები და მე სიამოვნოს ამისას დაძახება. ამისა. შესანიშნავი ამბავია. დაიმახსოვრეთ კარგად ამისა. ამისა რამდენი წლის არის? 11 ვარ. 11 წლის ხარ. საყვარელი ფეხბურთელი თუ ყავს მითხარი? კი. ვინ? კვარაცხელია. რა რთული გამოსაცნობი იყო? რა რთული გამოსაცნობი იყო? რამდენი ხანია, რაც ეს ნიჭი აღმოაჩინე, რომ შეგიძლია აი ეს ბურთი და არა მარტო ეს ბურთი, არამედ ნებისმიერი ბურთი აიღო, აკენწლო და არ დაუშვა მიწაზე დიდი ხნის განმავლობაში. როდის? 2 წლის წინ 9 წლის რო ვიყავი. ხო. ჩაფუშული ბურთით კენწლდი, სწავლობდი ჯერ და მე ავითვისე აკენწლა. მოიცი. ხა ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობ. ჩაფუშული ბურთით სწავლობდი კენწლას? და მე უკვე ჩვეულებრივში გადავედი. მოიცა, ჩაფუშული ბურთით დაიწყე კენწლა, ეგეთი რამე არ გამიგია არასდროს. და რატო ასე უფრო გაგიადვილდა? კი, და მე უკვე მივეთვისე ჩვეულებრივ ბურთების გადასვლას. და მე ჩემი სათამაშოებითაც კენწლდი. უკვე ისე გადამივიდა ჩვენ. სათამაშო, მაგალითად ჩოგბურთის ბურთიც აგიკენწლია? ჩოგბურთს კენწლდი, მაგრამ უფრო ზღარბს კენწლდი. ის იყო. სათამაშო ზღარბი. კენწლიდი? ზღარბს. ზღარბს რო სათამაშო ზღარბი ამხელა იყო თუ რამხელაო, რამხელა ზღარბი იყო? თუ დიდი ზღარბი? აი ამხელა იყო და. მახელა ზღარბი არ არსებობს, ეხლა ნუ მატყუეთ რაღაცა. სათამაშო ზღარბი ეხლა მახელა არსებობს? კი. საწყალი ზღარბი. წარმომიდგენია, რა დღეში იყო. კარგი, ეხლა შეყვარებული თუ ყავს მითხარი შენ. ეხლა რატო გეკითხები ამას მერე გეტყვი? ყავს შეყვარებული? არა. რატომ ვიცი რომ გოგოები გიჟდებიან ფეხბურთელებზე, იცი შენ? კი. მაგრამ მე არ გიჟდები გოგოებზე. ბურთზე რომ გიჟდები ვიცი, კი. კი. ხო, გოგოების დროც მოვა დარწმუნებული ვარ და მე მგონი ძალიან მალე. არა. ყვითელი ბარათი შენ. სკოლაში რო დადიხარ? დადიხარ ხო სკოლაში? კი. ამე საყვარელი საგანი გააქვს? კი, მათემატიკა. რა შუაში ეხლა ეს საგანი და მათემატიკა, ჰა? რა გინდა ეხლა? მაგრამ პრინციპში რა არის ის საჭირო ხო უნდა იცოდე რამდენჯერ აკენწლე ბურთი? კი. ხო? 1, 2, 3, 20, 100, 200, 1000. რამდენი არის ხოლმე? აი მაქსიმუმი რამდენი გაქვს აკენწლელი? 5000. ეს ბურთი გაქვს და ზღარბი რამდენჯერ ყავს აკენწლილი ის მითხარი? ზღარბი ცოტა რთული იყო ასაკენწლა და 100 ავკენწლე ზღარბით, ან უფრო მეტი. ყველაზე მეტად იცით რა მომწონს? აბსოლუტურად სერიოზულ პასუხებს მცემს ზღარბთან დაკავშირებითაც კი. ეს შესანიშნავი ამბავია. ყვითელი ბარათი გაუქმებულია. მე შემეშალა. ვარმა გადაამოწმა და მითხრა რომ არ იყო სწორიო შენიო და შესაბამისად კი ბატონო, ვაუქმებ და წავშალე კიდე ჩემი გვარ. აი ასე ხო. ამისას აღარაა ყვითელი ბარათი. იცი რა, სხვათა შორის მე ძალიან კარგად ვიცი ბურთის კენწლა, მინდა გითხრა. სადღაც შემიძლია აუკენწლო 100. მაგრამ ამას ვანაწილებ ხოლმე ერთბაშად ხო რაღაცა. აი მაგალითად თვე შეიძლება დამჭირდეს ამის ასაკენწლად, წელიწადში შეიძლება 102 ავკენწლო. შენ როგორ გონია ეს კარგი რეზულტატია? კი. მაგრამ საქმე იმაშია რომ მუხლებით 200 კენწლი პირველი ვაგდებას. მუხლებზე ჯერ არ გადავსულა მამა, მაგასაც ვისწავლე და იქნება რამე მეშველოს და სათამაშო ფეხბურთს რომელიმე გუნდში ხარ თუ? კი.
რა კლუბია? შტურმში. შტურმი? კი. შენ ხელები არიან იქა? ყველა შენ ხელები თამაშობენ? ჩემი ასაკის ჯერ არ არის შექმნილი, მაგრამ 1 წლის დიდებში თამაშობ. და რა პოზიციაზე თამაშობ? ცენტრ ფორვარდი. ცენტრ ფორვარდი. ეხლა ძვირფასო დამსწრე საზოგადოება და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კი ვხუმრობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი აი აქ რომ ზის 50 წუთის განმავლობაში კენწლავდა ბურთს. წარმოგიდგენიათ ეს რა არის? გაუჩერებლად. ეგ როგორ იყო ეგ ისტორია ძალიან საინტერესო. აბა? მიზანი მქონდა, რომ ჩემ დაბადების დღემდე 11-ის რო გავხდებოდი, მანქამდე ამიკენწლა და შევძერი. ოღონდ 50 წუთი იყო დარჩენილი შენს დაბადების დღემდე და კენწლიდი? არა, 50 არა, 1 თვე. და ყოველ დღე ჩავდიოდი, რომ გამიკეთებინო. ეს ხო სასწაული, ერთი წამით შეგიძლია წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს 50 წუთის განმავლობაში ბურთის კენწვა. ეს ხო უბრალოდ ის არ არის, რომ რა კარგად შეგიძლია ბურთით რაღაცნაირად ფეხით. ამის კონცენტრაცია, აი ეს დაკვირვება, ეს არის სასწაული რამე, მე მგონი, განსაკუთრებული აპლოდისმენტების ღირსი არის. ამის ვიდეოც არსებობს ძვირფასო ტელემაყურებლებო და არ გეგონოთ, რომ რაღაცები აქვს მოგონილი და ამავდროულად არიან მომსწრეებიც, რომლებიც ალბათ ამ ვიდეოს იღებდნენ. მამას მივესალმები, გამარჯობა. როგორ იყო ეს ამბავი? მითხარით 50 წუთის განმავლობაში. მე გადავიღე ეს ვიდეო, მე პირადად რომ გითხრათ, ძალიან დავიღალე, გადაღებთ. რა ვიცი, რა გითხრათ, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს ამაში ძალიან დიდი შრომა არ აქვს ჩადებული. ის უფრო მეტ შრომას დებს ფეხბურთის თამაში. ეს არის ჰობი, ასე ვთქვათ, მისი. აი ფეხზე დგომა შეეძლო აი ამ 50 წუთის შემდეგ? არა, ძალიან დაღლილი იყო. უბრალოდ არ იყო მეტიც არ იყო პრობლემა, ანუ კიდე გააგრძელებდა რა? კონცენტრაციაზე არ ქონია პრობლემა, კონცენტრაცია და ბალანსი არ დარღვეულა, უბრალოდ ფიზიკურად ძნელია. 10 წლის იყო ეს რო გააკეთა, მაგრამ სადღაც იყო 7-8 წლის, როცა 2-3000 აკეთებდა. 2-3000 ბურთის აკეთებდა. 2-3000 აკეთებდა. თავისთავად ის შედეგი 50 წუთის განმავლობაში ალექსანდრე რომ ბურთს კენწლავდა, რა თქმა უნდა რეკორდი არის, მაგრამ იმისათვის რომ დავაფიქსიროთ ეს რეკორდი და ახალი რეკორდი თქვენს თვალწინ შედგეს და ეს დაფიქსირდეს დოკუმენტურად, ასე შეიძლება ითქვას და ოფიციალურად, ამისათვის ჩვენ მოვიწვიეთ დღევანდელ დღეს ეროვნული რეკორდების ფედერაციის ხელმძღვანელი ბატონი დავით ბეგიაშვილი, რომელიც შემოგვიერთდება გადაცემაში. მოგესალმებით. მოგესალმებით. სალამი, ეს აღარ დამჭირდება, დარწმუნებული ვარ, ეს მოწყობილობა თქვენ გექნებათ ყველაფერი თან. ანუ რა უნდა გავაკეთოთ ახლა, რო გითხრათ? ანუ თქვენ წამზომი გაქვთ? წამზომი და მთლელი. წამზომი და მთლელი. მზად ხართ თქვენ პატივცემულო? დიახ. შენ დაგჭირდება მხოლოდ აი ეს. აპლოდისმენტების თანხლებით. ოჯახ ალექსანდრე. ოთხ წუთ ნახევარია უკვე. რამდენი გამოვიდა? 420. 420 და არ გაჩერებულა სხვათა შორის ალექსანდრე, შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი აპლოდისმენტი. 450-ზე მეტია, მე მგონი უკვე რაც დავთვალეთ. ძალიან მაგარი ხარ.
ალექსანდრე, ჩარტყმა. უფრო მეტი შემეძლო მაგას. უფრო მეტი შემეძლო და ვის ეპარება ეჭვი ახლა იმაში რომ უფრო მეტი შეეძლო ალექსანდრეს. ეხლა მინდა გითხრათ რომ სპეციალურად შეავსებენ სერტიფიკატს და ოფიციალურად გადმოგცემენ ამას. ანუ ეს ისე კი არ არის რომ უბრალოდ ჩვენ უყურეთ ეს ოფიციალურად დაფიქსირდა და ეს არის შენი პირადი რეკორდი გილოცავ. დედა როგორი ნერვიულობა გადაგხდა თავს. წანი ნერვიულე? ძალიან მარტივი იყო. მარტივი იყო მაინც? კი, მაინც მარტივი იყო, კი. სხვა შორის ვფიქრობდი, ხინკალზე მინდა დავპატიჟო მეთქი და რამდენსაც აკენწლავს იმდენი ხინკალი უნდა ვაჭავო მეთქი და კიდე კაი არ ვქენი, თორე ხო წარმოგიდგენიათ როგორ გავწყავდებოდი. მაგრამ ეგ არაფერი, აი ასე დავდგეთ რომ ყველამ დაგინახოს ერთი აი ასე ალექსანდრე გახლავთ რეკორდსმენი მან 5 წუთში 420 აკენწლა განახორციელა აპლოდისმენტები და აუცილებლად უნდა შეგახსენოთ რომ მან 50 წუთის განმავლობაში შეუწყვეტლივ აკენწლა ამის ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს ამასაც ცალკე გადახედავენ დარწმუნებული ვარ კომპეტენტური ადამიანები და ამას ეხლა რა ჭირდება გარდა იმისა რომ დავუფასოთ ალექსანდრეს და საჩუქარი სრულად დამსახურებული უნდა მივცეთ ეს საჩუქარი შენ ფაგიოსგან ეს გახლავთ ფაგების ნაკრები რომელიც დაგიცავს გაციებისგან და ყველა ინფექციისგან დედამ იცის ფაგიო და რა თქმა უნდა ლოკომოკოს ლომი რომელიც მოგზანდება მოგზანდით აი სად არის ბურთი რომ ქონოდა ახლა გადავუმდები ლომაც იცის კენცვა ეთქობა ბურთის დიდი მადლობა ეს გახდათ ჩვენი რეკორდსმენი და რეკორდსმენთან ერთად ადამიანი გვიდგას გვერდით რომელმაც ეს რეკორდი დააფიქსირა ალექსანდრე აბისულაშვილი აპლოდისმენტები ოჩა